საყვარლის საფლავს ლეძებდი ვერ ნახედა გარგული ხო ულამოსკვილის ტიროდი სადა ხარ ჩემო სულიკო ულამოსკვილის ტიროდი სადა ხარ ჩემო სულიკო სალამი მშიერ ხალხს ვაგრძელებთ ჩვენ საავტორო გადაცემას სად არის ყველაზე გემრიელი ხინკალი მეგობრებო ჩვენ გავსვით საქართველოს საზღვრებს და ვიმყოფებით ერევანში გაგიკვირდებათ და ქართულ რესტორანს ქვია სულიკო და ძალიან გვაინტერესებს აქაური ხინკლის გემო მოდი დავიწყებ შემწვარი ხინკლით გვაქვს ქართული სამზარეულო ერევანში სხვათა შორის ეთი ახლოდან მინდა რომ გადავაგებინო შეხედეთ რამდენი ხორცია თან ეს გაითვალისწინე ორი ძალიან დიდი მოკვიჩე სულ სავსე წვენით ზომიერად არის ვარ მოგატყოთ ბევრი წვენი არა აქვს მაგრამ საკმარისი აქვს და ცოტათი მეტიც იმიტომ რომ შემწვარი ხინკალია და ბევრი წვენი მაინც არ უხდება არაჩვეულებრივი წომი აქვს ერთადერთი აქაც იგივე პრობლემა არის ქართული სანელებელი აკლია აი რაც არის კვლიავი ძირა სამწუხაროდ ეთყობა ერევანში არის შოება თორე სუფთა ქართულ გემოზე გაუშვებდა ძალიან მაგარი ხინკალია ეხლა კიდე უბრალოდ დააფიქსირე რამოდენაა აბა აულა კაი წვენი აქვს სხვათა შორის აქაც მოდი ახლო კადრი ვახჩვენოთ ხორცი არის ბევრი მაგრამ ჩემს აზრით ოდნავ ბევრი მწვანილი აქვს ძველი ხინკალია რაც წარმოვიდგინდი რომ ერევანში ესეთ კაი ხინკალს შევჭამდი რა უხდება კაი ხინკალს თუ არა ღვინო მოდი მე სადეგზელოს ვიტყვი ერევანში სომხური ღვინით და ქართული ხინკლით ჩვენს ძმებ ერებს გაუმარჯოს აბა თქვენი ჭირიმე თქვენ გენაცვალეთ და ეხა იქნება ღვინის დაგემოვნებაც საკმაოდ ნორმალური ღვინოა ბოთლის ღვინოა ისიც უნდა გაითვალისწინოთ რა თქმა უნდა ქართულები ამაზე უკეთესის დამილევია და რა მოვაუწყოთ უარესების დამილევია მაგრამ ძალიან მისაღები და კახი ღვინოა მოდი ღვინოში დავალბო აი მე ხეით უნდა შევჭამო სხვათა შორის ეხლა გავშინჯე ცხრის ყველი რომელიც ჩვენს გუდას ძალიან აგავს და ვესალმიანსკი ეს არის სალათი ბულგარული არის ლობიო არის ავოკადო თუ არ არის ავოკადო გავშინჯა ვარ არის მე მგონი ავოკადო ბულგარულია მწვანე უბრალოდ და მწვანილი და ხედავ ასევე ნიგოს და მე მგონი იმპერიალისესან აქაური რაღაცა სანელებელი მაგარი მოფიქრება მართლა ასევე არის ხორცი და ნიგოზი ეს თეი ცაკაც მაგრამ მოუხდა მეგობრებო ეხა მოდის აჭარული ხაჭაპური
ჩვენ მანამდე ამას ჩაუჯდებით, გავშინჯავთ და აჭარულ ხაჭაპურსაც დავაგემოვნებთ აუცილებლად. ჩემი შეფასება, ვერ ხვდები როგორ შეიძლება ერევანში ქართული რესტორანი ჯობდეს თბილისში რესტორნების უმეტესობას. ანუ ხალხო, პრობლემა იქნება ჩვენშია და არა სხვებში. ჩემი თხოვნა თბილისში მყოფ რესტორნებს გთხოვთ, რომ აწიოთ სტანდარტები და გემოები. მოკლედ დაგიბრუნდებით 2 წუთში. ჰოპ, ეხლა მეგობრებო, გავშინჯავთ აჭარულ ხაჭაპურს. სიმართლე გითხრათ, ცოტა არა აჭარულ ხაჭაპურად გამოიყურება, მაგრამ სუნი აქვს კაი. ამას დავარქვათ სომხური აჭარული ხაჭაპური. უბრალოდ აჭარული ხაჭაპური სომხური ინტერპრეტაციით. ყველი იწერება. ძალიან გემრიელია, მაგრამ აჭარული არაა, ეგაა მთავარი პრობლემა. ესე იგი, ყველი ნამდვილად აქვს, აგერ შეხედეთ როგორ იწერება. აჰა. უბრალოდ ცოტა შორს არის აჭარული ხაჭაპურისაგან. ცოტა კი არა, ძალიან შორს არის, მაგრამ გემრიელია, ეგ არის ყველაზე დიდი უცნაურობა, რომ არ არის აჭარული ხაჭაპური, მაგრამ გემრიელია. მოკლედ გადავალ შეფასებაზე. ხალხო, გაგიკვირდებათ და შემწვარ ხინკალს უწრეთ 9 ქულას, იმიტომ რომ მომეწონა. მოხარშულ ხინკალს დაუწერ 8.5 ქულას, იმიტომ რომ ცოტათი მეტი მწვანილი ქონდა და ცოტა უფრო მეტად იგრძნობოდა. სალათებს, ამ სალათას 9.5 ქულა, ეს ჩვეულებრივი კაი სალათი იყო 8 ქულა. ყველს არ შევაფასებ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კაი ყველია, უბრალოდ მე მაინც და მაინც ცხვრის ყველის მოყვარული არა ვარ. აჭარულ ხაჭაპურზე ვიტყვი ეგეთ რაღაცას. როგორც აჭარული ხაჭაპური არ შევაფასებ, მაგრამ როგორც სულიკოს ინტერპრეტაცია საკმაოდ გემრიელია და 7.5 ქულას იმსახურებს. მოკლედ თქვენთან ვიყავი მე, ალექსანდრე და შევხვდებით უკვე სხვა გადაცემებში, სხვა ქვეყნიდან. დროებით.